გაგიკვირდება და მამა ჩემი მოვიდა სუფრიდან. სამივე ბიჭები ვართ სახში რა ბიჭები. მამა თქვენ წამოგეყვანეთ. მამის ისტორიები. ორი-ორზე იქნებოდით. ხო რა. არა ის სხვა მიზნით არ წამოვიყვანე რა არ გვაცლი და საუბარს საერთოდ მარტო ზაზა ილაპარაკებ. მაგარი ისტორიები აქვს და კიდე ერთხელ უნდა მოგეკითხო ჩემო ზაზა ბატონო შეგენაცოლე აი ამ ბიჭების გაკეთებით. მერე რას ხვევია რა. კიდე მამის ისტორია. ხედავთ და ჯერ გივის და გიგის ოჯახი არ აქვს. შექმნილი ცოლი არ ყავთ მოყვანი. ნუ ხა დღეს ორივე დაოჯახებულია. მე არა სხვადასხვაორის და ეს დაგვრჩა. ხო. ესე და ოჯახი მაგრამ მაშინ არ ყავთ რა არც ეს არ ყავს ცოლი და ამაჩები რომ შემოვიდა ნუ ნასვამია და რაღაცებზე ხარ ბიჭები სამივე ერთად დაგვიჭირა ეს ასეთი რაღაცა ხო ან მე ვარ სადღაც ან ის სადღაც ან ეს სადღაც ეხლა რომ დაგვიჭირა ერთად იფიქრა ალბათ ზოგადად არ ახასიათებს ეს ჭკუის დარიგება და რაღაც ეგეთები მაგრამ რატომ გასხოვიცია კაცია და ხასიათი ასამია ცოტა დიდი ბიბლიოთეკა მაქვს სახში და მოკლედ წიგნებზე დაგვიწყვა ხა ჯერ ლაპარაკი აი ეს საკითხული მაქვს სამჯერ ის ხუთჯერ რუსულად რა ვიცი ფრანგულად ქართულად ვაჟა დოსტოევსკი მოკლედ და გვარიგებს ეხა რაღაცას და უცებ აი ალბათ იფიქრა მოდი ეხა ცოტა თემასაც და შეცვალა უცებ თემა და ამაო ახლა პრინციპში ამას თავი დავანებოდო და შენს და შენ ცოლები უნდა მოიყვანოთ უკვე ნელ-ნელაო და რაღაცას გეტყვითო და ის მამაშვილურაც მაგაცურად რო შეარჩევთო ქალსო ცოლი მოსაყვანო შეიძლებაო ახლა ამდენი მე რას გითხარით ამდენი წიგნი წანაკითხი არ კონდეს შეიძლება საერთოდ არ კონდეს წანაკითხი რაღაცა გაუნათლებელი იყოს მაგრამ ფიზიკურად იყოს კარგია იმიტომ რომ ქალიაო მაინც ამაო და ქალის დანახვა უნდა გიხაროდეს გადაწონოსო ესე იგი მის გაუნათლებობა აი ამ სილამაზე ან შეიძლება პირიქითო კაცო არ იყოს ხა ლამაზი იმიტომ რომ სილამაზე მაინც სუბიექტურია და განათლებული იყოს რომ გამოგადგება ოჯახში აბა იქ სიტყვა პასუხი მთელი ამა ახლა თუ ისეთ ქალს იპოვიო რომ განათლებულიც არის და ფიზიკურადაც ლამაზიაო მამა რაჯობია ახლა ამას რაჯობია მამა და მოკლედ ახლა ამ დარიგებებშია და აი უცებ შუა აზრს უგაწყვიტავს და კაჩეთ და უცებ და რას გეტყვითო მამა იციო იმისთანად როა მოსული კაცი არ მომიყანო სახში და ვინც რა გინდა იცინოს გინდა ლამაზი გინდა უგლე გინდა კაცი არ იყოს